არ გიფიქრიათ, აი რატო ხდება ის, რომ აი ჩვენი მთავრობა აი თავს არ იკლავს და არ უშვებს იქ ჯარს, პირველ რიგში ჯარებს უშვებენ, ხო? როდესაც რაღაცა კატასტროფა ხდება, იქ ცეცხლია თუ თოვლია თუ რაც არის და წყალდიდობა, ჯარი შეყავთ, რომ ესე კი მან გააკეთოს დიდი შრომა. ხო, ხალხი აგერ 5 კილომეტრს გადის 8 საათი, ხო, იმაში ესე კი წამენიათ რამდენად მეტი ძალაა და რამხელა ენერგია თუ ჯარს შეიყვან სპეცრაზმს რაღაცას მიუსევ რომ გადაარჩინოს ხალხი სხვადასხვა ამხელა ტერიტორიაზე. რატო არ აკეთებენ? არ გიფიქრიათ? იმიტომ რომ ეშინიათ ხალხნო. ეშინიათ. იმიტომ რომ შენ ეს მაგათა იქ რო ჯარი შეუშვან და თქვა ეს ხალხის გადარჩენაზე გაკნო, ვაი თუ აქ რევოლუცია ატყდეს და დაგვადგენ თავს და წაგვასალონ თავები. აი მაგის ეშინიათ. ნუ თუ ეგ არავის არ მოგაფიქრდათ, ერთი ჭაჭანი არ იყო ამაზე ლაპარაკი რა. და ხო, აშკარაა აბსოლუტურად. ეს არის შიში. აი მთავრობის შიში ჯარს გარეთ არ უშვებს, გესმით? ხალხი იხოცება და ეგ არ უშვებს. ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკა, ინგლისი, ყველგან თუ რამე არის ისეთი რომ აი რასაც დიზასტერს ეძახიან, ხო? აი რაღაც კატასტროფა ხდება, ყველგან ჯარია. ყოველთვის. ჯარის ნაწილობრივ ჯარის მისია ეგ არის, კიდე რომ აი ესეთ კატასტროფებში უშუალოდ ჩაერიოს. და მაგათი ტექნიკა და ყველაფერი ათასნაირად შეიძლება მოხმარება, ხო? იგი საერთოდ არ აჭაჭანებენ, იმიტომ რომ უნამუსოები არიან, არც ადამიანი ეწოდება, თამშიშრები არიან, რომ მაგათ არ გაედოთ და დაიხოცონ კისერი უტეხიათ, ვინც არის იქ ბებიები, ბაბუები, ბაღნები, ვინცაც არ აქვს შანსი გამოცოცების, გამობობღების, რა ვიცი, გამოქცევის ხო ясნი არ აქვს. და ეს მით რასთან გვაქვს საქმე საერთოდ, რა ხალხთან გვაქვს საქმე? და ვისთან ოღონდ გადარჩენ, ოღონდ აეწეპონან თავის სავარძლებს, თო? და ყველას და ყველაფერს წირავენ. ბავშვები ხო დაგვიხოცეს და ციხეების ჩაგვიყარეს და აუგლიჯეს სახეები და რა ვიცი, თქვენ ხო გაშინებენ ასე ვიღაცები ქუჩებში მორბიან და გირტყავენ და გწემენ და აზე საიდან დაგესხმებიან, რატო უდანაშაულებს და აი ესე გაწირეს ეს ხალხიც. აი ესე უნამუსოდ გაწირეს. გასაგიჟებელი ამბავია უბრალოდ რაც ხდება, გასაგიჟებელი ამბავი.